დიდგორისველიდან მივესალმებით მთელ საქართველოს. ადგილიდან, სადაც ზუსტად 905 წლის წინ საქართველოს უმნიშვნელოვანესი ბრძოლა გაიმართა, რომელმაც განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის ბედი და მომავალი. ყოველი წლის 12 აგვისტოს თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტში დიდგორობის სახალხო დღესასწაული აღინიშნება. ტრადიცია არც წელს დარღვეულა. ამ თარიღთან დაკავშირებით ხალხი დიდგორის ველზე დილიდანვე შეიკრიბა. აქ იმყოფებოდნენ სასულიერო პირები, ხელისუფლების წარმომადგენლები, სამხედრო მოსამსახურეები და რიგითი მოქალაქეები. დიდგორის ბრძოლის ველზე დაღუპულთა სულთა საოხად პანაშვიდი აღესრულა. ღვთისმსახურება სასულიერო პირებმა აღავლინეს. აღსანიშნავია, რომ დიდგორის ველზე საზეიმო ღონისძიების დაწყებამდე დიდგორის წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარში პარაკლისი აღესრულა. დიდგორის ველზე შეკრებილებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა და თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა. მივესალმები საქართველოს მთავრობის წევრებს, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, საპატრიარქოს წევრებს, მოგესალმებით დამსწრე საზოგადოებაო. ძვირფასო თანამემამულენო, გილოცავთ დიდგორობას, ჩვენი ეროვნული ღირსების, მხედრული სულისა და სახელმწიფოებრივი სიძლიერის უდიდეს დღესასწაულს. დიდგორი ჩვენს მეხსიერებაში არ არის მხოლოდ ერთ-ერთი დიადი სამხედრო გამარჯვება. 1021 წლის 12 აგვისტო გახლავთ ხანგრძლივი მომზადების, უბადლო გონიერებისა და რკინისებური დისციპლინის ლოგიკური დაგვირგვინება. დიდგორი არ ყოფილა შემთხვევითობა. ეს იყო შორსწვეტელი დაგეგმარებისა და სახელმწიფოებრივი სიბრძნის შედეგი, რომელსაც საფუძველი წლებით ადრე ჩაეყარა. დიდგორი უპირველესად არის საკუთარი თავისა და ხასიათის სისუსტეების დაძლევა. ეს არის სამაგალითო ნიმუში იმისა, თუ როგორ უნდა წარმართოს ღირსეულმა სახელმწიფომ პოლიტიკა და საზოგადოებრივი ცხოვრება ისე, რომ ერმა აჯობოს საკუთარ თავს და მიაღწიოს ისტორიულ წარმატებებს. დღესაც 21 საუკუნეში ჩვენ სწორედ ეს გზა გვაქვს გასავლელი, გზა რომელიც მოითხოვს მუდმივ სიფხიზლეს, შინაგან სიმტკიცესა და პრაგმატულ აზროვნებას, რათა საქართველო საბოლოოდ გამთლიანდეს, გახდეს ძლიერი და ჭეშმარიტად სუვერენული. ისტორია გვასწავლის, რომ დიდი გამარჯვების მისაღწევად აუცილებელია სტრატეგიული მოთმინება, მომავლის ურყევი რწმენა და მუდმივი მზადყოფნა. სიბრძნე და სიფხიზლე, ეს უნდა გახდეს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესი და სწორედ ამ წესის შესაბამისად უნდა შეიქმნას, დაიგეგმოს, დაინერგოს თითოეული სახელმწიფო რეფორმა. დიდგორამდე სხვანაირად ვერ მივალთ. ჩვენ გვჭირდება ყოველდღიურად ბრძოლა, დაუღალავი შრომა და საკუთარი თავის გამოწრთობა. სულიერი თუ მატერიალური საზდო არა მხოლოდ შედეგის მიღწევაში, არამედ ყოველდღიური ბრძოლისა და მუდმივი განვითარების პროცესში უნდა ვეძიოთ. როგორც დიდმა ილიამ დაგვიტოვა ანდერძად, მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის ჩემო თერგო ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი. დღეს ამ წმინდა მიწაზე დგომით, ქეთს ვიხრით დიდგორის შემოქმედის, წმინდა მეფე დავით მეოთხე აღმაშენებლისა და იმ გმირი წინაპრების ხსოვნის წინაშე, რომლებმაც საკუთარი სისხლით მოიპოვეს ძლევაი საკვირველი. მჯერა, რომ ჩვენი ერთიანობით, სტრატეგიული სიბრძნითა და შრომით საქართველო აუცილებლად მიაღწევს თავის დიდგორს, გაერთიანებულ, მშვიდობიან და ძლიერ საქართველოს. უფალმა დალოცოს ჩვენი სამშობლო. ბატონო პრეზიდენტო, მთავრობისა და პარლამენტის წევრებო, მივესალმები საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებს, მივესალმები სახელმწიფო რწმუნებულს ქვემოქართლის მხარეში და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს. ბატონო თავდაცვის ძალების მეთაურო, ბატონო გენერალებო, ოფიცრებო, პატივცემლო სამხედროებო, ძვირფასო სტუმრებო, ქალბატონებო და ბატონებო. გილოცავთ დიდგორობის დღესასწაულს, ჩვენი ერის, ერთიანობის, სიმამაცისა და ბრწყინვალე გამარჯვების უკტავ სიმბოლოს. თითოეული ქართველის გულსა და გონებაში ეს არის წმინდა განსაკუთრებული მოვლენა.
რომელიც გვეამაყება ეროვნული თვითშეგნებას გვიძლიერებს და მომავლის რწმენას გვიმტკიცებს. 1121 წლის 12 აგვისტოს გამარჯვებამ არა მხოლოდ რიცხობრივად უპირატეს მტერთან ბრძოლის ბედი გადაწყვიტა, არამედ განამტკიცა ქვეყნის ერთიანობა და საფუძველი ჩაუყარა ძლიერი და განვითარებული ქართული სახელმწიფოს ოქროს ხანას. დიდგორის ველზე მოპოვებული ძლევაის საკვირველი თითოეული დიდგორელის შეუპოვრობასთან ერთად უპირველეს ყოვლისა იყო დავით მეფის ბრძნული და მრავლის ჭვერტელი პოლიტიკის შედეგი. დავით აღმაშენებელმა ქვეყნის გაერთიანება დაიწყო სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობით, ჯარის რეფორმირებით, ეროვნული ერთიანობის გამტკიცებით, ეკლესიისა და სახელმწიფოს მჭიდრო თანამშრომლობით, ერში სულიერი და მორალური ორიენტირების გაძლიერებით. წმინდა მეფე დავითმა მისი გამორჩეული მხედართარული ნიჭი, სახელმწიფოებრივი ხედვა და შინაგანი სულიერი სიმტკიცე მამულის, ენისა და სარწმუნოების გამტკიცებას მიუძღვნა. სწორედ ამ ძლავ საფუძვლებზე გახდა შესაძლებელი გამარჯვება, რომელმაც საქართველო განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე გადაიყვანა. ქართული საზოგადოება დღეს არა მხოლოდ აფასებს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის, კულტურისა და სახელმწიფოებრივი ტრადიციების მნიშვნელობას, არამედ დავით აღმაშენებლის იდეალების ერთგულებით განაგრძობს ქვეყნის განვითარების გზას, რაც სახელმწიფოს განმტკიცებისა და გაძლიერებისკენ მიმართული გონივრულ პოლიტიკაში და მტკიცებაში აისახება. ჩვენს მრავალსაუკუნოვან მხედრულ ტრადიციასა და წინაპართა გმირობას ეფუძნება ქართული ჯარის სულისკვეთება. სწორედ სამშობლოს ერთგულება, ღირსება, პროფესიონალიზმი, პასუხისგებლობა და თავდადება არის ის ღირებულებები და მემკვიდრეობა, რომელიც დიდგორის ველზე გამარჯვებულმა მებრძოლებმა დაგვიტოვეს და რომლის ერთგულებაც თითოეული ქართველი სამხედრო მოსამსახურისთვის განსაკუთრებული პატივი და პასუხისგებლობაა. დღევანდელი ქართული სახელმწიფო ერთგულად აგრძელებს ჩვენი ისტორიული მემკვიდრეობის დაცვასა და განმტკიცებას. ჩვენი მთავრობის და მთლიანად პოლიტიკური გუნდის ძალისხმევა მიმართულია საქართველოს სუვერენიტეტის გაძლიერებისკენ, სახელმწიფოს ინსტიტუტების შემდგომი განვითარებისკენ, ეროვნული იდენტობის, კულტურისა და ტრადიციული ქრისტიანული ღირებულებების დაცვისკენ. ეს არის გზა, რომელიც ეფუძნება ჩვენი ისტორიის საუკეთესო გამოცდილებას და ჩვენი საერთო მომავლისადმი უდიდეს პასუხისგებლობას. დიდგორი გვასწავლის, რომ მაშინ, როდესაც ერი ერთიანია, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტები ძლიერი და მისი საზოგადოება საკუთარი ქვეყნისადმი უპირობო ერთგულებით არის გამსჭვალული, ყველაზე მძიმე გამოწვევებიც კი დაძლევადია. კიდევ ერთხელ გილოცავთ დიდგორობის დღესასწაულს. მარადიული ხსოვნა დიდგორის გმირებს. ღმერთი იყოს ჩვენი ქვეყნის მფარველი. საზეიმო ცერემონია სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოებით გააგრძელდა. თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები დააჯილდოვა. 7 სამხედრო პირს უწყებრივი მედლები დიდგორის ჯვარი გადაეცა. მთავარი სერჟანტი ლევან ჯინიკაშვილი. საზეიმო ცერემონიის მეორე ნაწილი კონცერტს დაეთმო. ღონისძიებაში სხვადასხვა ანსამბლი მონაწილეობდა. შესრულდა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები. ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საზეიმო ცერემონიას მსახიობი და ტელეწამყვანი კახა მიქიაშვილი უძღვებოდა. მთელ ქვეყანას, მთელ საქართველოს ულოცავ დღევანდელ დღეს, მთელ საქრისტიანოს ასე ვიტყვი, დღევანდელ დღეს მოხდა საოცარი გამარჯვება. ქრისტიანული გამარჯვება და ეს მოხდა საქართველოში და მეფე დავით აღმაშენებელმა ეს ძლევაის საკვირველი გაერთიანებულ ლაშქართან ერთად, ქართულ ლაშქართან ერთად შეძლო. და ეს არის უდიდესი მოვლენა. ყველას ულოცავ, ჩვენც ამოსულები ვართ, რათა დღევანდელი დღე ვიზეიმოთ და არასდროს არ დაივიწყოს ჩვენმა ერმა რა მოხდა ამ ადგილას 1121 წელს. მთელ საქართველოს მინდა მეულოცო დღევანდელი დღე. განსაკუთრებული დღე, ჩვენი სიხარული, ჩვენი სიამაყე, ჩვენი მეობა, ჩვენი ხასიათი. აი ეს არის ჩვენი წინამძღოლე დღეს. დიდგორის ისტორია, დიდგორობა, დიდგორელობა, ეს არის საქართველოს გადარჩენა და სიხარული და მომავალი. მთელ საქართველოს მინდა მიულოცო დღევანდელი დღე, დიდგორობა, აი ამ მიწაზე ძალიან ბევრი სისხლი დაიღვარა ჩვენი წინაპრების და ჩვენ
რითი შეგვიძლია ჩვენ ჩოხოცნები ყოველ წელს მოვდივართ და პატივს მივაგებთ პირველ რიგში მათ ხსოვნას და გვინდა რომ მომავალმა თაობამ დაინახოს რომ რანი ვიყავით ქართველები და რანი ვართ დღეს. მე მინდა ყველას მიულოცო მთელ საქართველოს და ჩვენ ვართ კასპის მუნიციპალიტეტიდან ანსამბლი მოურავი და ყოველ წელს მოვდივართ და ჩვენ ქართული სიმღერით, ქართული მრავალჟამიერით ყოველთვის პატივს მივაგებთ ჩვენ დიდ წინაპრების ხსოვნას. დიდგორობის დღესასწაულთან დაკავშირებით დიდგორის ველზე სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საგამოფენო სივრცეები მოეწყო. ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ მრავალფეროვანი გამოფენები დაეთვალიერებინათ. აქ წარმოდგენილი იყო ქართული კერძებიც. გილოცავთ სრულიად საქართველოს, გილოცავთ მრავალჟამიერ. თეთრი წყარო არის წარმოდგენილი როგორც მასპინძელი მუნიციპალიტეტი და აქ გვაქვს ჩვენ წარმოდგენილი ჩვენი ეთნოგრაფიული კუთხე, მხარეთმცოდნეობის მუზეუმის სივრცე არის გაკეთებული, ასევე ტრადიციულად ვაკეთებთ ხოლმე ყოველთვის კულინარიას და ყოველთვის გვაქვს ხოლმე ეს კუთხური შეჯიბრებითობა, ყოველ წელს ვაუმჯობესებთ, ვაჯიბრებთ ერთმანეთს. საუკეთესო განწყობით ვართ, რათა ჩვენს მომავალ თაობას ვანახოთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ყველასთვის ასეთი დღეები. ჩვენ წარმოვადგენთ წალკის მუნიციპალიტეტს. ჩვენთვის ეს ღონისძიება ძალიან მნიშვნელოვანია. დღევანდელი დღესასწაული მართლაც ძალიან საამაყო დღესასწაულია. თითოეული ჩვენგანისთვის. 1121 წლის 12 აგვისტოს წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის მეთაურობით ქართველთა ჯარმა დიდგორის ველზე თურქ-სელჩუკთა კოალიციური ლაშქარი დაამარცხა. ამ უდიდესი ისტორიული და ეროვნული მნიშვნელობის თარიღის აღსანიშნავად იმართება დიდგორობის სახალხო დღესასწაული. სწორედ ამ გამარჯვებამ გახადა შესაძლებელი საქართველოს საბოლოოდ გათავისუფლებულიყო მომხდურთა ბატონობისგან და დასაბამი მიეცა ოქროს ხანას საქართველოს ისტორიაში.